გამორჩეული galaktikები. Galaktika sombrero მექსიკელი მომღერლების ქუთთან მსგავსების გამო ელიფსური galaktikების ტიპს მიეკუთვნება. ელიფსური galaktikების შერწყმის შედეგად იბადებიან და ეს ფორმა galaktikათა ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპად ითვლება. მისი ნამდვილი სახელია Messier 104. პროტოგალაქტიკა NGC 1569. ადგილობრივი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელია. მისგან მხოლოდ 7.8 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. მას ვარსკვლავების ქარხანასაც ეძახიან. მასში მრავალი ზეგიგანტი ლურჯი ვარსკვლავია, რაც მიუთითებს ვარსკვლავთ წარმოშობის ინტენსივობაზე. როგორც უკვე ვიცით, რაც უფრო ლურჯი ფერისკენ იხრება galaktikis ფერის სპექტრი, მით უფრო ბევრი ახალი ზეგიგანტი ვარსკვლავია მასში და galaktika აქტიურად ითვლება. ამ galaktikis განაწილება სფერულია. ეს მის ცენტრში გიგანტური ვარსკვლავების ვარსკვლავური ქარებით და ზეახლების აფეთქებითაა გამოწვეული. მათი დარტყმის ტალღები მატერიას აიძულებს galaktikis პერიფერიებისკენ გადაიზნიკოს. galaktika M64 შავ თვალად წოდებული galaktika. პირველი დამზერა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მოახერხა ფრანგმა ასტრონომმა Messierმა. ჩვენგან მანძილი 17 მილიონი სინათლის წელი. ეს galaktika ორი galaktikis შერწყმის შედეგია და მასში მუქი შავი ლაქები მატერიის გამოუყენებელ დიდ მასივებზე მიუთითებს. სწორედ ამ ბნელი ღრუბლებისა და მკვეთრად ნათელი ცენტრის გამო ეწოდება შავი თვალი. გრავიტაციული ლინზირება. გრავიტაციული ლინზირება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ფარდობითობის თეორიის დასამტკიცებლად. თეორიის თანახმად, თუ ფოტონი ჩავლის m მასის სხეულს, m მანძილზე, მაშინ ფოტონის გადახრის კუთხე მოძრაობის საწყისი ტრაექტორიის მიმართ იქნება ასეთი. თუ ამ ფორმულას მზის მიმართ გამოვიყენებთ, მივიღებთ ფოტონის ტრაექტორიის კუთხურ ცვლილებას. მზის ზედაპირთან ჩავლისას დაახლოებით 1.74 გრადუსი იქნება. 1919 წელს კი მზის დაბნელებისას მოხდა ფოტონის ტრაექტორიის ცვლილების გაზომვა მზესთან მდებარე ახლო ვარსკვლავის პოზიციის ცვლილებით და ასე დადასტურდა ფარდობითობის თეორია. galaktikების კლასტერის მიერ შექმნილი ლინზირების ეფექტი წერტილოვანი მასის მიერ ლინზირებისგან იმით განსხვავდება, რომ galaktikების კლასტერის მიერ ლინზირებულს კონკრეტული ცენტრი არ გააჩნია. ის მაშინ წარმოიშვება, როდესაც მასიური galaktikuri გაერთიანების უკან მდებარე სხვა ობიექტები კლასტერის მიერ შექმნილ ლინზაში აირეკლება. მაგრამ galaktikების კლასტერის ხილული მატერიის მასა არ არის საკმარისი ლინზების შესაქმნელად. სწორედ აქ ვლინდება ფარული მასების პრობლემა. ის კარგი გამოსაყენებელია იმ ობიექტების მიმართ, რომელთა დანახვაც შეუძლებელია პირდაპირი დამზერით მანძილის გამო. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი, დაგვიჭირე მხარი.